ერთკვირიანი გასტროლის შემდეგ ცეკვის ანსამბლი ბაკაშვილები თურქეთის საერთაშორისო ფესტივალიდან დაბრუნდა. მშობლებისა და ახლობლების დახვედრამ ზესტაფონის პირველ საჯარო სკოლასთან, რომლის ბაზაზეც ანსამბლი ფუნქციონირებს, მათი ვოიაჟი განსაკუთრებით დასამახსოვრებელი გახადა. გასტროლო პროგრამის ფარგლებში, როგორც ქორეოგრაფი ირაკლი ბაკაშვილი ამბობს, ანსამბლი 6 ცეკვით იყო წარმოდგენილი. კონცერტები კი თურქეთის 2 ქალაქში, ტრაბზონსა და რიზეში ტარდებოდა. მისი თქმით, ბაკაშვილებმა ფესტივალზე საინტერესო შინაარსი, მაღალი საშემსრულებლო ხელოვნება და გუნდურობა კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს და მონაწილე ქვეყნებისა და სპეციალისტების სიმპათიები დაიმსახურეს. ტრაბზონი რიზეს ფესტივალზე 2 ქალაქში გვიწევდა სიარული, ვიცეკვეთ 3 კონცერტი. დამღლელი გასტროლი იყო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სულ გზაში და სულ კონცერტზე ვიყავით. ქონდა პატარ-პატარა ტრამვებიც, მაგრამ დღეს ყველაფერი კარგად არის უკვე. მაყოფილი ვარ ჩემი თითოეული მოცეკვავის, იმ გოგო ბიჭების, რომელმაც საქართველოს სახელი და ჩვენი რაიონის, ჩვენი ქალაქის ზესტაფონის სახელი ესე დაიცვეს და ამაყად წავდექით 16 ქვეყნის წინაშე და მადლიერი ვარ ყველა ჩემი მოცეკვავის და ყველა ჩემი მშობელს მადლობას ვუხდი, რომ ესე გვერდში გვიდგანან, თავის შვილებს ესე გვერდში უდგანან და ჩვენც ვამაყობთ ამით, რომ ესეთი შეკრული ანსამბლი ჩამოვაყალიბეთ და სხვა პროექტზე, ბაკაშვილების პროექტზე გადავედით და კიდევ ესე ველოდებით 5 სექტემბერს, რომ შეკრება მოვახდინოთ და ახალ-ახალი პროექტებით დაუბრუნდეთ ჩვენ ქალაქს. ემოციებითა და ფერადი შთაბეჭდილებებით დატვირთულმა მოცეკვავეებმა, როგორც თავად გვითხრეს, არა მხოლოდ საერთაშორისო დონის სცენაზე გამოსვლის გამოცდილება, არამედ მსოფლიოს კულტურული ისტორიებიც გაიზიარეს. ძალიან ყოფილი ვარ, ეს იყო ჩვენი პირველი გასვლა გასტროლზე და ძალიან კარგი იყო, გავიცანით სხვა ერის წარმომადგენლები, ძალიან დავმეგობრდით და იყო ძალიან საინტერესო და ვისურვებ კიდევ ერთხელ წავიდეთ. ვიყავ გასტროლზე თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონში. ყველაფრისთვის ვარ ძალიან ყოფილი და მინდა ირაკლის და გვანცა მასწავლებელს მოუხადო მადლობა. ჩვენი ანსამბლი იყო თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონში. ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე ამით. ბავშვები უფრო დავმეგობრდით, ძალიან ბევრი უცხო ერის ადამიანი გავიცანით და დავმეგობრდით და ძალიან გამიჭირდა იქიდან წამოს. გასტროლი თურქეთში ანსამბლ ბაკაშვილების პირველი გასვლა იყო ქვეყნის საზღვრებს გარეთ. მშობლები, რომლებიც შვილებთან ერთად საგასტროლო ტურნეს მონაწილეები იყვნენ, ანსამბლის ქორეოგრაფებისა და მოცეკვავეების საშემსრულებლო შესაძლებლობებზე საუბრობენ. ქორეოგრაფიული ანსამბლი ბაკაშვილები იმყოფებოდა გასტროლზე თურქეთში, კონკრეტულად ქალაქ ტრაბზონში, სადაც 10-ზე მეტი ქვეყნიდან იყვნენ ჩამოსულები და წარმოადგენს ქორეოგრაფიული ნომრები. მე როგორც მშობელი მინდა რომ მადლიერება გამოვხატო ბატონ ირაკლისა და ქალბატონ გვანცა ბაკაშვილების მიმართ, იმიტომ რომ მათმა შრომამ შედეგი დადო. წარმოუდგენელი ემოციები, წარმოუდგენელი შეფასება და მაღალი დონის პროფესიონალიზმის გამოჩენა იყო ჩვენი ბავშვების მხრიდან აი ამ გასტროლზე. და მინდა რომ ერთი რამ აღვნიშნო კიდევ რომ ჩვენი ბავშვები, ვინც იქ იმყოფებოდა, არიან ძალიან მობილიზებული, მიზანდასახულები და რა თქმა უნდა კიდევ ხას გაუსვა იმას, რომ მაღალი პროფესიონალიზმი და ინდივიდუალიზმი ახასიათებს ამ ანსამბლის ქორეოგრაფებს და მე როგორც რიგითი მშობელი, როგორც რიგითი მოქალაქე ამ რაიონისა ბედნიერი ვარ, რომ ესეთი ქორეოგრაფები ყავს ჩვენს რაიონში. სექტემბრის პირველი რიცხვებიდან ბაკაშვილები ახალ სეზონს დაიწყებენ და არაერთი საინტერესო პროექტის წარსდგებიან მაყურებელთა წინაშე. იგეგმება სოლო კონცერტებიც, რომლის გამოცდილება ბაკაშვილებს უკვე არაერთი აქვთ. ნუსხაშია ანსამბლის 20 წლის იუბილესადმი მიწვნილი მზადებაც.